გამარჯობათ, მე ვარ დოგჯის ადმინისტრატორი და ამ გაკვეთილში მინდა აგიხსნათ და შეგასწავლოთ Sony Vegas-ის ერთ-ერთი პლაგინი, რომელსაც ქვია Prototype Title. ამ პლაგინის გადმოწერა არ დაგჭირდებათ, რადგან თვითონ Vegas მოყვება და არის სრულიად უფასო პლაგინი. და როგორი ამის გაკეთება შეგვიძლია ესეთი ტაითლების დადება წარწერაზე. ეხლა მე ეს ანიმაციის სახით გავაკეთე, მაგრამ თქვენ თანმიმდევრ სახით იქნება. ესე იგი, რას ვაკეთებთ? პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩავრთავთ Sony Vegas. შემდეგ გადავალთ აი აქა Media Generation და ვირჩევთ Prototype Title. აქედან არის როგორც ხედავთ 4 გრაფა და ვირჩევთ რომელიც ჩვენ გვინდა ისა. ახლა მე M-ს ავირჩევ, ანუ პირველს და ჩავსვამ აქა. ეხლა აქ თუ კარგად აკვირდებით, ქვემოთ გამოჩნდება 4 გრაფა. და ამ 4 გრაფიდან აერჩევთ რომელიც გინდათ იმ გრაფას. მაგალითად იყოს ეფექტი. ანდაც collection და აქედან ავირჩიოთ ნებისმიერი. ვთქვათ აი ესა slide. მოვკიდოთ ამას ხელი და ჩავაგდოთ ამ გრაფაში. და ეს დავხუროთ, აღარ დაგჭირდება. ახლა ვნახოთ, ეს შევამოწმოთ. აი როგორც ხედავთ, ელელა მოდის, ეცემა და ისე უკან მიდის. ესე. ახლა როგორ შევცვალოთ ტექსტი? ორჯერ დავკლიკოთ ტექსტზე. აქ თავიდან შეგვიძლია აურჩიოთ სტილი, სასურველი, რაც თქვენ მოგესურვებათ ისა. მაგალითად Books Life. აქედან შეგვიძლია ვარეგულიროთ ამის ზომა, ფონტის დახრილობა, სიმაღლე და ესე შემდეგ, მაგრამ ახლა მე ამას ყველაფერს ესე დავტოვებ და მეც ეფექტს აღარ დავადებ და იყოს პირდაპირ ესე. ახლა შევამოწმოთ. აი როგორც ხედავთ, გონი კარგი გამოვიდა. ახლა როგორ შევცვალოთ თვითონ ტექსტი? ამაზე დავკლიკოთ ორჯერ ტექსტზე და აქვე დავწეროთ სასურველი ტექსტი. იყოს ესე. ეს ამდენი ნაწილი აღარ გვინდა და გავჭრათ შუაზე. დავნახოთ. თუ თქვენ თუ ფიქრობთ რომ ძალიან სწრაფად არის, შეგვიძლია დროც დაუდაბლოთ. კალითად 0.7. ესე. და მივცეთ file render. მივთითოთ სასურველი ადგილი სახელით. და შევინახოთ საკვირველია სასურველ ფორმატში. და დავალოდოთ ამის დასრულებას. და ჩვეულებრივად მივცემთ opens და ვიდეო მზად იქნება. ამით ეს ვიდეო კურსი დასრულდა. თუ რაიმე ვერ გაიგეთ, შემომწადით დოგჯიზე და წერეთ თხოვნების სახით. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის. ნახვამდის.